დღეს საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას იმ საჩივრის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაიგზავნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, კონვენციის მეხუთე მუხლი, კონვენციის მეექვსე მუხლი, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, კონვენციის მერვე მუხლი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კონვენციის მეათე მუხლი გამოხატვის თავისუფლება, კონვენციის მე-13 მუხლი მერვე და მეათე მუხლებთან ერთობლიობაში, რაც სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებას გულისხმობს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საჩივარი გაიგზავნა მე-18 მუხლთან მიმართებითაც, რომელიც უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს გულისხმობს. კერძოდ, გაგზავნილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ ეს უფლებები ფუნდამენტურად დაირღვა მზია ამაღლობელის საქმეში, კერძოდ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან მიმართებით საუბარია ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საკითხებზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ და რამდენჯერმე მისი გადახედვის თუ გასაჩივრების შედეგად ამას რაიმე არსებითი ცვლილება არ მოყოლია და ისევ დარჩა ძალაში ის უკანონო აღკვეთის ღონისძიება, რომელიც დღემდე გამოიყენება მზია ამაღლობელის მიმართ და მეხუთე მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი სწორედ ამ საკითხებს ეხება. რაც შეეხება მეექვსე მუხლთან მიმართებით საუბარია სასამართლოს მხრიდან და არა მხოლოდ მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაზე. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ იმ განჩინებაში, რომლითაც მზია ამაღლობელს პატიმრობა მის მიმართ პატიმრობა იყო გამოყენებული, მოსამართლე უთითებს ადმინისტრაციული წესით მის დაკავებაზე და ადმინისტრაციული წესით საქმის წარმოებაზე, ისე რომ ეს გადაწყვეტილებები, როგორც ადმინისტრაციული დაკავება, ასევე ზოგადად სამართალდარღვევის საქმე ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და მასზე სასამართლოს ამ დროისთვის არ აქვს მიღებული რაიმე ტიპის შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ასევე რაც შეეხება სხვა მუხლებს, მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს, მათ შორის უნდა აღინიშნოს დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა პროკურატურას, ისევ როგორც სასამართლოს არც კი შეუფასებიათ ის გარემოება, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში შესაძლოა ინახებოდეს მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის წყაროები, ჟურნალისტური წყაროები და გადაწყვეტილება მხოლოდ აი ამ პატაკის საფუძველზე იქნა მიღებული, ისე რომ ეს გარემოებები სასამართლომ არ შეაფასა. მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციის გარანტირებულ მერვე და მეათე მუხლით განმტკიცებულ უფლებებს. რაც შეეხება მე-18 მუხლს, ეს როგორც იცით ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება ხოლმე მაშინ, როდესაც სახეზეა არა მხოლოდ მატერიალური ფორმით უფლების დარღვევა, არამედ ყველაფერი ეს მისი მასშტაბების და ხასიათის შინაარსის გათვალისწინებით უთანადრდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც ჩანს, რომ ეს კეთდება სპეციალური განზრახვით, რომლის მიზანიც არის, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდეს, მის მიმართ გამოტანილი იყოს გამომტყუნებელი განაჩენი და ეს ყველაფერი მის მიმართ ანგარიშწორებაზე მიუთითებს. ამის დასტურია მათ შორის ის, რომ მზია ამაღლობელის მიმართ არ წყდება ის პროპაგანდა, რომელიც ქართული ოცნების და მათ შორის ირაკლი კობახიძის მხრიდან არის წახალისებული. ირაკლი კობახიძეს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით, როდესაც მზია ამაღლობელს მოიხსენიებს პირდაპირ როგორც დამნაშავეს და მის მიერ გავრცელებული გზავნილები, ეს არის პროპაგანდისტული გზავნილები, რომლის მიზანია, რომ საზოგადოებას მზია ამაღლობელის მიმართ ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დღეს გაგზავნილ საჩივარში ჩვენ რა თქმა უნდა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვაგზავნით საჩივარს იქიდან გამომდინარე, რაც სახეზეა, რა დარღვევებიც ამ ეტაპზე სახეზეა, რადგან ზოგიერთ ნაწილში საქმის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის როგორც იცით, მზია ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა დაკავების შემდგომ და ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, ასევე სისხლის სამართლის ბრალდების საქმე ჯერ ისევ განიხილება და დღესაც არის ერთ-ერთი რიგითი სხდომა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ნაწილ დარღვევებზე ქვეყნის შიგნით არ არის ამოწურული
სტრუქტურული დავის განხილვის პროცედურები. ამ ნაწილებს არ ფარავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დღეს გაგზავნილი საჩივარი, თუმცა მათი გაგზავნა მოგვიანებით დამატებით კიდევ შესაძლებელი იქნება იმის გათვალისწინებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეროვნული სასამართლოები ამ საქმეზე. კიდევ ერთხელ ჩვენ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ამ საჩივარში, ასევე სხვა დარღვევების ერთობლიობით, რომელიც სახეზეა მზიამაღლობელის მიმართ დაწყებული ბრალდების თუ სხვა მიმართულებით არსებულ საქმეებში მიუთითებს იმას, რომ ის არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი, პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება მის მიმართ სისხლისამართლებრივი ბრალდება და ამას არაფერი აქვს საერთო რეალურად მართლმსაჯულების აღსრულებასთან და სისხლისამართლის პროცედურების თუ მატერიალური ნორმების დაცვასთან.